ტესტისთვის მზად ხარ? მზად ვარ. დავიწყოთ. რომელ ქვეყანაში გიგრძნია თავი ზედმეტად კარგ ადამიანად? საქართველოში. საქართველოში. ძალიან კარგი. რომელ ქვეყანაში გაგეცინა, როდესაც მენიუში ხინკალი და ხაჭაპური ნახე? ჩინეთში. ჩინეთში? ხო. ერთ ადგილზე შეგხვდა თუ? ქართული რესტორანი იყო, მაგრამ მაინც უცნაურია რა ჩინეთში რომ ხინკალი ხდება. მაგრამ კარგია. როდესაც მანქანას ქირავ სხვა ქვეყანაში. რომელ ბრენდს ანიჭებ უპირატესობას? არ აქვს მნიშვნელობა. ხო. დედამიწაზე რომ 1 საათი მარტო დარჩე. რას გააკეთებდი? ვაუ. უცნაური კითხვა. ესეთ კითხვას წარმოდგენა არ მაგრამ გავაკეთებდი. დავტკბებოდი ცოტა ხანი სიმარტოვით და სიჩუმით კი. რომელი უფრო გღლის, საცობი თუ რიგი ბანკში? საცობი. საცობი? მაგრამ გღლის. რომ არა შენი ამჟამინდელი საქმიანობა რას გააკეთებდი? ალბათ რამე ექსტრემალური სპორტით დავკავდებოდი. სნოუბორდი მაგალითად. სნოუბორდი? თვითშინავიდან პარაშუტით ხარ გადანახტომი? კი, ოღონდ მარტო არა. კონტენტისთვის არაჯერ, ხო? მარტო რო გადმოხდე და რთული ამბავია უნდა ისწავლო და ისე დუბაიში ერთხელ გადმოხდე რა. ინსტრუქტორთან ერთად. როგორ შეგრძნება? საკმაოდ კარგი, სხვათა შორის. ყველას ვრჩევ რომ გამოსცადოს. რომელ ქვეყანაში გიგრძნია თავი ისე როგორც დიდუბის ავტოსადგურზე? სნაური კითხვა. ავიცი ნიგერია ალბათ არ ვიცი. ნიგერია? იქ ავტობუსით ვიმგზავრე და იგივე ვაიბი მოხდა როგორც აქ. ახლა ჩემს 75,000 გამომწერი გვიყურებს და ვინც პირველად მოგზაურობს, რომ ქვეყანას ურჩევდი საწავით. პირველად ვინც მოგზაურობს, რომელი ქვეყანაც ეს სიმპათიურება იქ უნდა იმოგზაუროს რა. ესე არ გამოყოფდი არც ერთ. სხვა გემოვნება აქვს ყველას. შენი პირადი გემოვნებით ურჩევდი რაიმე ტროპიკულ ქვეყანას, რომელიმეს აზიაში. ტაილანდი მაგალითად. ტაილანდი. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მადლობა.